მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ BBFX და ამ ვიდეოში გაიგებთ ბევრ ინფორმაციას არარსებულ თუ არსებულ არსებაზე, რომელიც არის ჭინკა და რომელიც საქართველოს საკმაოდ პოპულარული ეგეთი მისტიური არსებაა. თხოვნები დაგროვდა და ასევე მეც მაინტერესებდა ეს უცნაური არსება და ამიტომ გავაკეთე ვიდეო. ჭინკა არის როგორც აღწერილი მავნე ჯუჯა მიწის ასული. ღამეული არსება, იგივე ქაჯი, რომელიც ძალიან წააგავს თხას და ეს ჭინკა, ეგრეთ წოდებული ჭინკა მარტო საქართველოშია ცნობილი, რადგან როდესაც მას ინფორმაციას ვიძიებდი, არანაირი ინფორმაცია არ იყო ჭინკაზე სხვა ენებზე, მხოლოდ იყო ქართულად და ასევე მხოლოდ ქართულ ვიდეოებში თუ მინახავს სხვადასხვა საუბარიან ინფორმაცია მხოლოდ ჭინკაზე. ხოლო სხვადასხვა ქვეყნებში არსებობენ რა უბრალოდ აქ ვარაუდი რომ არსებობენ უცნაური არსებები, რომლებზეც ვიდეოები უკვე გავაკეთე, მაგალითად ვენდიგო, ჩუპაკაბრა და მასი მსგავსი არსებები, რომლებიც არიან ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში და ძალიან მივამსგავსე ჭინკა ვენდიგოს. მოკლედ დავიწყებ მასზე ინფორმაციის მოყოლას. როგორც წავიკითხე, ჭინკა მხოლოდ კავკასიელ ხალხმა იცის. როდესაც ძველად კავკასიელი ხალხი, რომლებიც ჯერ კიდევ წარმართობის დროს თაყვანს სცემდნენ სხვადასხვა კერპებს და სხვადასხვა პლანეტებს, ასევე ცხოველებსაც, ასევე ყავდათ ბოროტი ძალები. ანუ ბოროტი ძალები, რომელიც მათ ყოველთვის უპირისპირდებოდა და ეს ბოროტი ძალები იყვნენ მოსულები სხვა სამყაროდან. ანუ იყვნენ ეშმაკის ბოროტი ძალები. სწორედ ერთ-ერთია ჭინკაც. ძველად ჰქონდათ ერთ-ერთი საინტერესო ეგრეთ წოდებული სრულწმენა. თუ რომელიმე ადამიანი ჭინკას დაიჭერდა და მას ფრჩხილებსა და თვებს დააჭრიდა, იგი მისი მონა ხდებოდა და მის სახლიდან ვეღარსად მიდიოდა, რადგან ეს ეგრეთ წოდებული ასული იგივე ჭინკა თმისა და ფრჩხილების გარეშე ვერცად წავიდოდა, რადგან მის გარეშე ძალა არ ჰქონდა. ეხლა კი მოგიყვებით რამდენიმე კავკასიურ გადმოცემებს, რომელიც კავკასიელმა ხალხმა ძველი დროიდანვე გადმოსცეს მათ შთამომავლობას და ეს სხვადასხვა გადმოცემები მოგვითხრობენ ჭინკების შესახებ. ძველად ხალხი ამბობდნენ, რომ ჭინკა იყო ორივე სქესის. თუ ბიჭი დაიბადებოდა, იყო ჩვეულებრივი პატარა ბიჭის სახე ჰქონდა, ხოლო თუ ბედრი დაიბადებოდა, იყო ძალიან ლამაზი და ჰქონდა ძალიან გრძელი თმები. მაგრამ ორივეს სხეული ჰქონდა დაფარული ბარნით. ასევე იმასაც ამბობდნენ, რომ მისი ქვედა კიდურები არის თხის, ანუ მას აქვს ჩლიქები, ხოლო ზემოთ ჩვეულებრივი ბრჭყალებიან თითები. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად ჭინკას შეუძლია, რომ ადამიანთან დაამყაროს სასიყვარულო კავშირი. და ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად ძველად ერთი ჭინკა დაუახლოვდა კაცს. იგი მის სახლში ყოველდღე დადიოდა. კაცაც მოსწონდა, რადგან ეს ჭინკა მისი ლამაზი თმებით ხიბლავდა მას. ცოლი დაეჭვდა და დაინახა, რომ როდესაც მისი კაცი შევიდა ღამით ბეღელში, მას მიუწვა გვერდით ჭინკა, რომელსაც ძალიან დიდი თმები ჰქონდა და მის ქმარს ეს თმები სახეზე გადააფარა. ცოლი ღამით ადგა და ჭინკას თმები შეაჭრა. ანუ როდოს გადმოცემის თანახმად ჭინკას თუ შეაჭრი თმებს, იგი სუსტდება და არანაირი ძალა აღარ აქვს. სხვა გადმოცემის მიხედვით ერთხელ ღამე კაცი მოდიოდა ცხენი და შემოუჯდა მამრი ჭინკა. კაცმა დაიჭირა და ცარიელ ქვევში ჩაავწდია. ჭინკა ევედრებოდა გამოეშვა, თან ჰკვირდებოდა, რომ მისი ოჯახიდან არავის და არაფერს არ ავნებდა. კაცმა პირობა ჩამოართვა და სათითაოდ ჩამოუთვალა ოჯახის წევრები და საგნები. ჩამოთვლისას ცეცხლის სცენება დაავიწყდა. გამოუშვა ჭინკა, რომელიც გაიქცა და შორიდან დაუძახა. ყოველ კალანდას ცეცხლი გიქრებოდესო. მართლაც მათ ოჯახში ახალ წელს დილით შეშა ცუდად იწვოდა. თუ ჭინკა დაწყევლიდა ოჯახს, მათი საქმე ცუდად წავიდოდა. ხალხის გადმოცემის თანახმად სხვა ასულებთან განსხვავებით, ჭინკა პატარა ზიანს აყენებს ადამიანს, მაგრამ როგორც წესი მისი მსხვერპლი გიჟდება და ჭკუიდან იშლება. ძველად იმერეთში ჰქონდათ ერთი სრულწმენა, ხოლო ვისაც ჯერა ჩვეულებრივი ტრადიცია. ისინი თვლიდნენ, რომ ჭინკა მათ საცხოვრებელ ადგილებში ოქტომბერში გამოვიდოდა, ამიტომ ოქტომბერს ჭინკების თვეს უწოდებდნენ. მათი თქმით, ჭინკა 3 დღეს ატარებდა წყალში, 3 დღეს ბარში და 3 დღეს მთაში. ისინი ჭინკობის დაწყებამდე წინა დღეს კეტავდნენ ბეღლებს, რადგან ჭინკას მათთვის არაფერი გაეფუჭებინა, ხოლო ბეღელთან დებდნენ წალს ან სხვა ბას ნივთს, რადგან ადამიანების გადმოცემით ასევე სხვადასხვა ინფორმაციებისა და წყაროების დაყრდნობით ამბობენ, რომ
ავსულებსა და ბოროტ ძალებს ძალიან ეშინიათ ბასრის საგნების, განსაკუთრებით ლითონის საგნების. ამიტომ ძველად კაცებიც დადიოდნენ პატარა ხანჯლებით, რომ ჭინკები მოეგერიებინათ. ხალხის გადმოცემის თანახმად ჭინკა თმებს ფარავს, რადგან თუ მას ადამიანის თანდასწრებით ჩამოვარდა ერთი ღერიც კი, იგი ადამიანს ემურჩილება და ყველაფერს გაუკეთებს. განსაკუთრებით არნახული სისწრაფითა და ბარაქიანობით ემსახურება ოჯახს. სამეგრელოშიც აქვთ წარმოდგენები ჭინკების შესახებ და მათაც ჯერათ, რომ ჭინკები არსებობენ. მაგრამ მათთვის ისინი მოსავლის მეწილეები ან სიუხის მომცემ წამღებები არ არიან. ხალხის გადმოცემის თანახმად, თუ ძველად ადამიანს მუცელში ბავშვი დაიღუპებოდა, ანუ მუცელი მოშორდებოდა, ხალხი ამბობდნენ, რომ მას მუცელში ყავდა ჭინკა, რომელიც ბავშვს კლავდა. ხალხის გადმოცემის თანახმად ჭინკას აქვს ბავშვის ხმა, ასევე ბავშვის ტანი. ძირითადად იგი ადამიანს გზაზე ხვდება. თავდაპირველად ადამიანს დაუძახებს მის სახელს. შემდეგ ისიც შეუძლია უთხრას თუ სად მიდის ადამიანი, ან რა უდევს ჯიბეში. ხოლო თუ ადამიანი ჭინკა მარტო მიიმწვდია სახლში, იგი მის სახლში მიივა და ჩვეულებრივად დაუჯდება, ასევე შეუძლია ელაპარაკოს კი, მაგრამ მას ძალიან ეშინია ცეცხლის. საკმარისია ჭინკას ცეცხლი დაანახო ან მოუქნიო, იგი იმ წავსვე გავარდება სახლიდან. ეს ზოგიერთი ადამიანისთვის დამაჯერებელიც კია, რადგან განსაკუთრებით სოფლებში, მთიან სოფლებში, ძირითადად დასავლეთისკენ ადამიანებს ძალიან სჭირათ ჭინკების. ასევე ერთი საინტერესო ფაქტი ჭინკების ის არის, რომ მათ უყვართ ცხენებზე ჯირითი. ძალიან სასაცილოსაც ჟღერს, მაგრამ ხალხის თქმით, ისინი თუ სადმე ტყეში ცხენს დაიჭერენ, მთელი ღამე შეუძლიან აჭენოთ. ისინი ცხენს ფაფარს უნასკავი, შიგნით ფეხს ყოფენ და მთელი საათობით ჭენაობენ. მაგრამ ისიც შეუძლიათ, რომ ცხენი თავლიდან გამოიყვანონ და იქაც აჭენონ. ასევე ჭინკას უყვარს ადამიანის გამასხარება და ჭკუიდან შეშინა. უხარიათ მათი შეშინება. შეუძლიათ სახლის სახურავზე ისროლონ ქვები, ან სახლი ისე დააშინონ და დააფრთხონ, რომ ადამიანი სახლიდან გაიქცეს. ასევე, როგორც წინაზე თქვი, რომ ჭინკა შეუძლია ბავშვის ხმაზე ლაპარაკი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ტყეში უცებ გაიგონეს ბავშვის ტირის, მას ეგონება, რომ ტყეში ჩვეულებრივი ბავშვია დაკარგული და წავა მის საძებნიერად და გაყვება ხმას, მაგრამ შემდგომში მიადგება ჭინკას, რომელიც მას გაეკიდება. და ადამიანების თქმით, ისეთი ადამიანი, ვინც ჭინკის ხმაზე წავიდოდა და ჭინკას დაინახავდა, იგი ვეღარ გადარჩებოდა, ან გიждდებოდა, ან კიდევ ჭინკები ძალიან ძლიერად სცემდნენ და შემდგომში ადამიანი კვდებოდა. ძველი ხალხის წარმოდგენით, ჭინკები და მსგავსი ეშმაკისეული არსებები წელიწადში ერთხელ, აგვისტოს ან ივლისში მიდიან მათ ეგრეთ წოდებულ მათ უმფროსთან, ანუ როკაბთან. მიდიან ტაბაკონას მთაზე და აბარებენ მას ყველაფერ იმას, რაც ადამიანებს ავნეს და ასევე უყვებიან იმავებს თუ რა გაუკეთეს ადამიანებს, როგორ მოკლეს ან როგორ აწვალეს. ძველად ადამიანები იმასაც ფიქრობენ, რომ ასეთ ეშმაკისეულ არსებებს ყავდათ თანამძღრახველები, რომლებიც იყვნენ ადამიანები. თუ ადამიანები ვინმეზე იეჭვებდნენ, მას იჭერდნენ, სახლს უწვევდნენ, რასაც ქვია ყველაფერს უნადგურებდნენ. შემდეგ დინარეში აგდებდნენ. თუ ეს ადამიანი ჩაიძირებოდა, ესე იგი უდანაშაულო იყო. ხოლო თუ არ ჩაიძირებოდა და ამოტივდებოდა, იგი დამნაშავე იყო და სწორედ ის იყო ჭინკებისა და მსგავსი ეშმაკისეული არსებების თანამძრახველი და შემდგომში მას სიკვდილით ჯიდნენ და ქოლავდნენ. ძალიან ბევრ სოფლებში ჭინკების არსებობის დღემდე სჯერათ და დღემდე აქვთ სხვადასხვა ადამიანების ისტორიები, განსაკუთრებით მოხუც ადამიანებს, სადაც შეხვდნენ ან დაინახეს ჭინკა. ასევე ჩემს სოფელშიც შემიტყვია ერთი ამბავი ჭინკაზე, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს გადახდა. ეს ამბავი მომყვა მოხუცმა ქალმა, რომლის მამაც ძველად ტყიდან ბრუნდებოდა, როდესაც გზაზე დახვდნენ უცნაური არსებები. მისი აღწერით ეს არსებები იყვნენ ძალიან მახინჯები. ყველა სოფელში, ჩვეულებრივ სოფლებში საქართველოში ჭინკას აღწერენ ყველა ერთნაირად. აღწერენ როგორც აქვს ჩლიქები, რქები და უშნაო ტანი და ასევე ბეწვი. და არის ძალიან დაბალი, დაახლოებით 50 სანტიმეტრიდან 70 სანტიმეტრამდე. შემდეგ ამ კაცის უცნაური ჭინკები ან სხვა უცნაური არსებები დახვდნენ გზაზე. იყვნენ რამდენიმეო, როგორც ამ ქალმა მომიყვა, იყვნენ დაახლოებით 6 ან 5. ეს ყველაფერი მის მამის გადმოცემით იყო, რადგან სწორედ მას დახვდნენ ჭინკები. ისინი მას ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ და საშინას სცემეს. შემდეგ ეს კაცი რამის ჭკუიდან შეიშალა და
დიდი ხნის განმავლობაში